დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე კვება მისადაგებული ეპილეფსიასთან. მოდით შევხედოთ, როგორ გამოიყურება ასეთ შემთხვევაში ჩამონათვალი. ცილოვანი პროდუქტები. ყველა ამინომჟავის შემცველი ცილოვანი პროდუქტი, რომელიც ამავე დროს ომეგა-3 და D3 ვიტამინით არის მდიდარი. აღარაფერს ვამბობ, სრულ ამინომჟავურ ნაკრებზე ადვილად შესათვისებელი ფორმით. მოდით შემდეგი სლაიდებიც ვნახოთ და ძალიან კარგად დავინახავთ, რას გულისხმობს კვების ეს მოდელი. მარცვლეულ ბურღულეული, B-ჯგუფის ვიტამინების და მაგნიუმის წყაროთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ მთლიან პროდუქტზე, არა რაფინირებულ, დამუშავებულ პროდუქტზე, არა პროცესირებულ პროდუქტზე, არამედ მთლიან პროდუქტზე. და თუ გავაგრძელებთ ამ ჩამონათვალს, ბოსტნეული, როგორც C ვიტამინის, როგორც სხვადასხვა მინერალის, მცენარეული ბოჭკოს წყარო, ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, მაგალითად, სხვადასხვა სახის, სხვადასხვა ავოკადო, ხილია, უბრალოდ აი ამ ნაკრებში მოხვდა. ამ შემთხვევაში სხვადასხვა სახის ხილი, მათ შორის კენკროვანი ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები, რომელიც ასევე მთლიანი პროდუქტის სახით ჩართული ამ რაციონში, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება და გასათვალისწინებელია, როდის ვამბობთ მთლიანი არაპროცესირებული პროდუქტი, როდესაც ამ პროდუქტში არ არის 3-ზე მეტი დანამატი. თუ 3-ზე მეტი დანამატი გამოყენებულია ბავშვის კვების პროდუქტში, ის პროცესირებულია და სხვადასხვა სახის ცხიმის შემცველი პროდუქტები. ეს პროდუქტები სწორი თანაფარდობით ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე კვების მოდელშიც, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით, მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით და იმ რისკების გათვალისწინებით, რომელზედაც მე უკვე გესაუბრეთ.